მოგესალმებით. მოდით დღეს ვნახოთ ექსპრეს გაშლა სახელწოდებით სწრაფი გზავნილი შენთვის. ის რაც უნდა იცოდე ამ ეტაპისთვის და რაც მნიშვნელოვანი არის რომ იცოდე. ენერგობალანსირებისთვის მოწონება კომენტარი გაზიარება არ დაგავიწყდეს. უფრო მეტად იყავი ორიენტირებული ფინანსური თვალსაზრისით შეგროვების პოზიციაზე. გახსოვდეს რომ რაც უფრო მეტად გექნება გარანტირებული სიტუაცია მატერიალური თვალსაზრისით ზოგადად სიტუაციური კუთხით, რაც უფრო მეტად მზად იქნები გარკვეული სახის სირთულეებთან შესაჭიდებლად, შენთვისვე იქნება კარგი. უფრო მეტად იყავი ორიენტირებული შემგროვებლობაზე, როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ასევე გარკვეული კუთხით, შეიძლება ითქვას ფიზიკურ დონეზე, ხო ეს იქნება კონკრეტულად პროდუქტების მომარაგება თუ რაც იქნება. რაღაცა მომენტში შესაძლებელი არის იყოს გარკვეული კუთხით სირთულეები ფინანსური თვალსაზრისით მეტნაკლებად. აქედან გამომდინარე, უფრო მეტად იყავი ორიენტირებული შემგროვებლობაზე. იგრძენი თავი უფრო მეტად დაცულად, გადალახე ეს ბარიერი რაღაც მომენტში, რაც გაკავებს, რომ სწორად გადაანაწილო შენი ფინანსური რესურსი, რომელიც რეალურად გაგაჩნია, ხო? ასევე აქ რასაც მიჩვენებს, ეცადე რომ უფრო მეტი კომუნიკაცია განახორციელო მცენარეებთან, თუ კერძო სახლში არ ცხოვრობ და ფიზიკურად ვერ ახერხებ ეზოში ყოფნას და მცენარეებთან კომუნიკაცია, თუნდაც ერთი ქოთნის ყვავილი რომ იყიდო და რომ მოუვარო. ეს შენ მოგიტანს გარკვეული კუთხით ენერგიების აღდგენას, სიყვარულის კუთხით დალაგებას, წარმატების მდგომარეობასაც და ერთგვარი აყვავების პოზიცია იქნება შენთვის. და ასევე კარგი იქნება თუ გამოიყენებ ლავანდას მცენარეს სხვადასხვა სახის სიტუაციებში. ხო, შეიძლება იყოს ეთერზეთები, აბაზანის მიღების თვალსაზრისით, შეიძლება იყოს გარკვეული კუთხით უბრალოდ თვითონ მცენარეც სახლში ხონდეს ხო ლავანდასი. ეცადე რომ მეტად იყო ორიენტირებული კრისტალების თემაზეც, მინერალების თვალსაზრისით, მედიტაციების სადა საკმაოდ კარგად გამოგადგება და ასევე მათ ვისაც გარკვეული კუთხით პრობლემები გაქვთ ძილთან დაკავშირებული სიტუაციების კუთხით, შესაძლებელი არის რომ ლავანდას არომატის თვალსაზრისით შეძლოთ უფრო მეტად მოსვენების პოზიცია და სირთულეების გადალახვა ძილის კუთხით და ერთსაც დავამატებ თქვენთვის. ეცადე რომ შექმნა შენი რაიმე კონკრეტული კუთხე, სადაც ელემენტარული გექნება ისეთი ძირითადი ნივთები, რომლებიც დაკავშირებული არის მატერიალურ კეთილდღეობასთან, ფინანსების მოზიდვის თემასთან, ან უშუალოდ დადებთ ერთ კონკრეტულ ფიალას, ესე ვიტყოდი, ხო თიხისა თუ იქნება უკეთესი იქნება, სადაც ხურდებს ჩაღერით ხოლმე, რომ მოიზიდოთ მატერიალური კეთილდღეობა, რომ სახლში მუდმივად ეტრიალოს ფინანსურმა ენერგიამ. ასევე თუ გააქვთ გინდაც ფენშუის, გინდაც ისეთი სიმბოლოები, რომლებიც უშუალოდ ფენშუის გარდა სხვა თემითაც ასოცირდება ფინანსურ საკითხებთან, საკმაოდ კარგი იქნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სამფეხა ბაყაყი, შეიძლება იყოს მონეტები, მაგალითად შეიძლება მანეკინეკო იყოს, რომელიც ფინანსურ ენერგიას იზიდავს და ასე შემდეგ. თავარი არის, რომ სახლში გქონდეთ ერთი კუთხე, სადაც დაალაგებთ ისეთ ნივთებს, ეზოთერიულს დავარქმევდი, სადაც უშუალოდ იქნება სივრცე მათთვის, ასე ვიტყოდი და მით უმეტეს ეს საკმაოდ წაგადგება მატერიალური თვალსაზრისით. გესურვებ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას.